ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. მამუკა ხაბარელი ადგილობრივებს მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ამ დროისათვის დასახლებაში რეკრეაციული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. კერძოდ დაწყებულია სკვერის მშენებლობა, შენდება ახალი სკოლა და სპორტული დარბაზი. შევხვდით აეროპორტის დასახლების მოსახლეობას. გავეცანით მათ საჭიროებებს, მათ შეხედულებებს, რაც მთავარია ისინი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავენ იმ შესრულებული საქმეების, რაც ბოლო წლებში გაკეთდა აეროპორტის დასახლებაში, თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პრობლემატური საკითხები, რომელსაც ეტაპობრივად აუცილებლად დავძლევთ. იცით რომ აეროპორტის დასახლებაში შენდება სრულიად ახალი ძალიან დიდი მოცულობის სკვერი, ასევე სპორტული დარბაზი, მიმდინარეობს სკოლის მშენებლობა და ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ვეცნობით მათ საჭიროებებს.